უკვე ოფიციალურია. მოურინიო რეალში მოდის და გოლი მიგზნობს ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაყრის. და მოდი უბრალოდ გავიხსენოთ ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლის კარიერა ჯოზე მოურინიომ დაანგრია, ან ეს ცადა მაინც. მე-10 ადგილი და ჩელსი გავიხსენოთ. უფრო კონკრეტულად კი რომელუ ლუკაკუ და მუჰამედ სალაჰი. ორივე ჩელსიში მაშინ თამაშობდნენ, როდესაც მოურინიო წვრთნიდა და ორივემ ჩელსი დატოვა. მართალია სპეშალვანი დღემდე ამტკიცებს, რომ მათ წასვლაში მას წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით მისი ხასიათი. მოკლედ ლუკაკუთი დავიწყოთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 2013 წელს ჩელსის ყავდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტრაიკერი, თუმცა მოურინიო ასე არ თვლიდა. მოკლედ კლასიკური ეგოების დაჯახების ისტორია. ყველაფერი 2013 წელს პრაღაში ბაიერნის წინააღმდეგ სუპერთასის ფინალში დაიწყო, როდესაც 20 წლის რომელუმ გადამწყვეტი პენალტი ააცილა. სწორედ ამ დროს მოურინიო მიხვდა, რომ ლუკაკუ არ იყო მზად წნეხისთვის და მოურინიო სწორედ ფსიქოლოგიურ განძლეობას აფასებს ფეხბურთელებში ყველაზე მეტად. თუმცა ამ დაპირისპირებაში დიდი როლი ითამაშა ლუკაკუს ამბიციებმაც. იგი ახალი დაბრუნებული იყო ვესტ ბრომვიჩიდან, სადაც 17 გოლი გაიტანა და მას არ სურდა ეტოს ან ტორესის შემცვლელად ყოფნა. მოურინიო შემდგომში ამბობდა, რომელუ ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ლაპარაკი უყვარს, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ის არ ლაპარაკობს, არის ის, თუ რატომ თამაშობს ევერტონში და არა ჩელსიში. აქ მოურინიო გულისხმობდა იმას, რომ მან ლუკაკუს შესთავაზა ძირითადისთვის ბრძოლა, მაგრამ ლუკაკუმ უარი განაცხადა, რადგან მას მარტივად სურდა ძირითადი შემადგენლობის მიღება. და სწორედ აქ გამოუტანა მან საკუთარ თავს განაჩენი, რადგან ჟოზეს სამყაროში თუ შენ ადგილისთვის არ იბრძვი, მაშინ ჟოზეს ფეხბურთელი არ ხარ. 2014 წლის ზაფხულისთვის 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლუკაკუ ევერტონის ფეხბურთელი გახდა, რასაც ჟოზე ასე გამოეხმაურა. მას არ ჰქონდა შესაბამისი мотиваცია, რათა ჩელსიში ძირითადი ადგილისთვის ებრძოლა. ლუკაკუს პოზიცია კი აქ ის იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი ჟოზესთვის. შემდეგ მოდის უკვე ლივერპულის ლეგენდა მოჰამედ სალაჰი. თუმცა სანამ დავიწყებ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მოურინიო სალაჰის გაყიდვა არ სურდა. პირიქით, 2014 წელს ეგვიპტელი თითქმის ლივერპულის ფეხბურთელი იყო, რა დროსაც მოუმ ომი გამოაცხადა და ფეხბურთელი ჩელსიში გადაიბირა ბაზელიდან. და სწორედ მოურინიო იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩელსის ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ეგვიპტელისთვის ბრძოლა აუცილებელი იყო, რადგან მან დაინახა მისი სისწრაფე და პოტენციალი. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ლონდონში ძალიან სუსტი სალაჰი ჩავიდა და ეს სრულიად სხვა ვერსია იყო იმისგან, რაც ჩვენ წლების მერე ლივერპულში ვნახეთ. სალაჰისთვის ლონდონური ეტაპი რთული იყო. მისი კონკურენტები იყვნენ აზარი, ვილიანი, ოსკარი. ეგვიპტელი იმდენად წვალობდა, რომ ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით ცუდი თამაშების შემდეგ გასახდელში ტიროდა. იმდენად იმედგაცრუებული იყო საკუთარი თავით. და როგორც ყველამ ვიცით, მოურინიო ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომელიც ამ სიტუაციაში ფეხბურთელს ჩაეხუტება და დაამშვიდებს. მას შედეგი ამ წამს ეჭირდება. ამიტომ იგი უბრალოდ სხვა ფეხბურთელზე გადაერთო. თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, მოურინიო სალაჰის გაყიდვა არ სურდა. მას მხოლოდ იჯარა სურდა და აუცილებლად პრემიერ ლიგაში. მაგრამ ეს თავად სალაჰს არ სურდა. მან ჟოზეს უთხრა, რომ მას იტალიაში წასვლა უნდოდა, რადგან ინგლისური წნეხი მისთვის ძალიან ძიმე იყო და თავდაჯერებულობის აღდგენა პრემიერ ლიგიდან შორს ჭირდებოდა. ეს შემდგომში სალაჰმაც დაადასტურა და სწორედ ჩელსის და არა მოურინიოს გადაწყვეტილება იყო ის, რომ ეგვიპტელი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ რომაში გაუშვეს. მეცხრეზე გავიხსენოთ ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოურინიო დასტევდა. მატას კარიერა იდეალურად მიდიოდა. იგი ორჯერ წლის ფეხბურთელი გახდა ჩელსიში, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და FA თასი. მოკლედ ხელშეუხებელი იყო, მაგრამ მოვიდა მოურინიო და მატას პრობლემებიც დაიწყო. მოურინიო პრიორიტეტს ანიჭებდა დაცვით ტაქტიკას, რომელიც კონტრშეტევებზე იყო აწყობილი. ეს კი საერთოდ არ შეესაბამებოდა მატას შემოქმედებით და ტექნიკურ სტილს. მოკლედ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მატას სკამზე დაждდა. ჟოზეს ჯადოქარი არ ჭირდებოდა, მას ჯარისკაცი უდნოდა. ამიტომ იგი ყოველთვის ოსკარს ამჯობინებდა. მოურინიომ მატა არამხოლოდ სკამზე დასვა, არამედ საჯაროდ მოუწოდა, რომ მას სრულიად შეეცვალა საკუთარი იდენტობა. ეს იგივეა, რაც მსოფლიო დონის მხატვარს უბრალოდ ღობეების შეღებვა სთხოვა. მატა ცდილობდა ადაპტაციას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც თამაშობდა, ძალიან ძიმედ გამოიყურებოდა. მას ასწავლიდნენ, რომ შექმნის სანაცვლოდ დაცვაზე ეფიქრა. ყველაფერი 2014 წლის 1 იანვარს დასრულდა, როდესაც საუთჰემპტონთან თამაშის დროს 53 წუთზე მოუმ მატა შეცვალა, რაზეც როგორც წესი გაწონასწორებულმა მატამ იფეთქა. ეს იყო დასასრული. მოურინიომ იცოდა, რომ მატას დონის ფეხბურთელის სადადარიგოთა სკამზე შენარჩუნებას ვერ შეძლებდა, ისე რომ გასახდელში აჯანყება არ გამოეწვია. ამიტომ ერთ თვეში მატა მანჩესტერის ფეხბურთელი გახდა 44 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მატა მანჩესტერში დამშვიდდა და ისე უმაღლეს დონეზე დაიწყო თამაში. მაგრამ მოურინიომ მას აქაც მიაგნო. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად განვითარდა. ფეხბურთელმა და მწვრთნელმა საერთო ენა იპოვეს.
მატა უფრო დისციპლინირებულად თამაშობდა და ცდილობდა ადგილი ეპოვა მოუს ტაქტიკაში. თავის მხრივ მოურინიოც მიდიოდა გარკვეულ დათმობებზე და მატას მეტ თავისუფლებას აძლევდა. საერთო ჯამში ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ერთად შეძლეს 2017 წელს ინგლისის თასის და ევროპა ლიგის მოგება. რა ხდება? როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი ხდება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ჯიუტ მენეჯერს. ჰენრი ხითარიანისთვის ეს ნიშნავდა შეურაცხყოფას, სათადარიგოთა სკამს და ყოველდღე WhatsApp-ზე შეტყობინების მიღებას წარწერით. გთხოვ, წადი. ხითარიანი მოურინიოს ერთ-ერთი პირველი და დიდი შენაძენი იყო Manchester United-ში, თუმცა თაფლობისთვის სწრაფად დასრულდა. ხითარიანის ბოლოდროინდელი ავტობიოგრაფიის თანახმად, დაძაბულობამ პიკს კერინგტონში ვარჯიშის დროს მიაღწია. ხითარიანი საბოლოოდ გამოფხიზდა და რამოდენმეტვიანი საჯარო კრიტიკის შემდეგ. მან მოურინიოს უთხრა, უკვე წელიწად ნახევარია მაკრიტიკი. სავარაუდოდ, მოურინიომ საპასუხო ცეცხლი გახსნა და ხითარიანს ნაძირალა უწოდა. ხითარიანმაც არ დააკო. საბოლოოდ მოურინიომ უთხრა, რომ მისი დანახვა აღარ სურდა. ამ ჩხუბის შემდეგ მოვლენები უცნაურად განვითარდა. მოურინიომ შეწყვიტა ხითარიანთან საუბარი და შეინარჩუნა ის, რასაც მიკი რელიგიურ დუმილს უწოდებდა. თუმცა ბრძოლა ტელეფონზე გაგრძელდა. მოურინიო ყოველ საღამოს WhatsApp-ზე ერთ და იგივე შეტყობინებას უგზავნიდა ხითარიანს. მიკი, გთხოვ, წადი. მოურინიო სასოწარკვეთილად ცდილობდა ადგილის გათავისუფლებას ალექსის სანჩესისთვის. თავის მხრივ ხითარიანი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე პასუხს აკოპირებდა. წავალ თუ შესაბამის გუნდს ვიპოვი, ან ზაფხულს დაველოდებ. მოკლედ ეს ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, სანამ 2018 წლის იანვარში ცნობილი სანჩესის გაცვლა არ შედგა. საკმაოდ უცნაური ისტორია, არანაკლებ უცნაური დასასრულით. როგორც მატას შემთხვევაში, ჟოზეს და ხითარიანის ურთიერთობა მანჩესტერში არ დასრულებულა. ისინი ერთმანეთს კვლავ რომაში გადაეყავნენ. ყველა მეორე რა უცელოდა, თუმცა ორივე ნამდვილი პროფესიონალივით მოიქცა და წარსული წყენები დაივიწყეს. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰენრიხი ჟოზეს რომას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდა და კონფერენს ლიგის მოგებაშიც დაეხმარა. მეშვიდეზე გავიხსენოთ ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია, რომელიც მან თავად მოყვა გარი ნევილის პოდკასტში და დეტალების მოსმენის შემდეგ ნევილმა მოურინიოს აქციელს უბრალოდ არალეგალური უწოდა. ბასტიანი უკვე ფეხბურთის, გერმანიის და ბაიერნის ლეგენდა იყო, რომელმაც შეძლო 8 ბუნდესლიგის, 1 ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგება, როდესაც მანჩესტერში გადავიდა. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონთან სულ რაღაც 2 წელიწადში მას მოექცნენ ისე, როგორც არასასურველ აკადემიის ფეხბურთელს. მოკლედ, ბასტიანი ვან გაალის მანჩესტერში მივიდა. ვან გაალი და შვაინშტაიგერი ერთმანეთს ჯერ კიდევ ბაიერნიდან იცნობდნენ და ფურცელზე ეს საკმაოდ კარგ დუეტად გვესახებოდა. თუმცა რეალობაში 31 წლის ბასტიანისთვის პრემიერლიგა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ამას დაემატა მუხლის ტრავმა და კიდევ დაემატა ის ფაქტიც, რომ გერმანელი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, რის გამოც ბრიტანულმა ტაბლოიდებმა იგი უბრალოდ მიწასთან გაასწორეს. სწორედ ამ დროს ვან გაალი ჟოზემ შეცვალა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შვაინშტაიგერის მანჩესტერული გარდადეგები უნდა დაესრულებინა. ზაფხულში ბასტიანმა ევროდ კივილით ითამაშა და ნაკრები ნახევარფინალამდე მიიყვანა. რის გამოც იგი კლუბს გვიან არა ამერიკის პრესეზონზე, არამედ უკვე მანჩესტერში შეუერთდა 2016 წლის 1 აგვისტოს. და სწორედ ამ დღეს, თავის დაბადების დღეზე, მან მილოცვების ნაცვლად მიიღო ინფორმაცია, რომ მას გასახდელში შესვლა აუკრძალეს. ეს ჟოზეს განკარგულება იყო. არანაირი ტელეფონზე საუბარი, გაფრთხილება ან პირისპირ შეხვედრა. ფეხბურთის ლეგენდა თავის დაბადების დღეზე უბრალოდ შენობიდან გამოაგდეს. მას საკუთარი ნივთების აღების უფლებაც არ მიცემს. შვაინშტაიგერი იხსენებდა, რომ ნივთების გამოწადება სტაფის წევრებს თხოვა. მოურინიომ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ლეგენდას აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად უნდა ევარჯიშა. და რატომ გააკეთა ეს? საჯაროდ მოურინიომ განაცხადა, რომ ეს მარტივი მათემატიკა იყო. მან პოლ პოგბა მოიყვანა. უკვე ყავდა ერერა, ფელაინი და კერიკი. მან უთხრა პრესას, ძალიან რთულია შანსის გაჩენა. რეალობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მოურინიოს ეჭვი ეპარებოდა შვაინშტაიგერის ერთგულებაში და მისი უზარმაზარი ხელფასი არ მოწონდა. მოკლედ ფეხბურთელის გაშვებას ცდილობდა გუნდიდან. 3 თვის განმავლობაში შვაინშტაიგერი მარტო ვარჯიშობდა და თანაგუნდებთან კონტაქტის თავის ასარიდებლად მოურინიო სპეციალურად ვარჯიშებს ან დილით ადრე ნიშნავდა პირველი გუნდის მოსვლამდე, ან გვიან, როდესაც უკვე ყველა წასული იყო. სრული დამცირების მიუხედავად, ბასტიანმა ხმა არ ამოიღო და არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებია. იგი უბრალოდ ჩუმად მუშაობდა. ნოემბერში კლუბში ტრავმების გამო მოუს დათმობა მოუწია და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშის უფლება მისცა და რამოდენიმე მატჩში ჩაატარებინა. 2017 წლის მარტში შვაინშტაიგერმა გადაწყვიტა, რომ ევროპა დაეტოვებინა და MLS-ში ჩიკაგო ფაიერთან გაეფორმებინა კონტრაქტი. და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოურინიომ გააკეთა ის, რაც არასდროს არ გაუკეთებინა. საჯაროდ აღიარა, რომ იგი შეცდა. ის იმ მოთამაშეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც ნანო რაც გავიკეთე. ერთხელ უკვე არ ვიყავი მართალი შენთან და ახლა უნდა ვიყო. მე ვნანო.
მოგვიანებით ბასტიანმა გაამხილა, რომ მოურინიომ პირისპირ ბოდიში მოუხადა და როგორც პროფესიონალმა, შვაინშტაიგერმა ხელი ჩამოართვა და უთხრა: ყველაფერი კარგადაა. მეექვსეზე კევინ დე ბრუინი. თუ სალაჰის შემთხვევაში მოუს ბოლომდე ვერ მომტყუნებთ, კევინის შემთხვევაში მან ყველაფერი გააკეთა, რათა ფეხბურთელს კლუბი დაეტოვებინა. ყველაფერი ტყუილით დაიწყო. მას შემდეგ, რაც კევინმა კარგი სეზონი ჩაატარა ბრემენის მაისურით, მისი წაყვანა კლუბს სურდა. თუმცა მოურინიოს მესიჯმა ყველაფერი შეცვალა. იგი წერდა: შენ რჩები, მინდა რომ ჩემი გუნდის ნაწილი გახდე. კევინი ბედნიერი იყო. ეგონა რომ შანსს მიცემდნენ. და მართლაც, პირველივე შეხვედრაში ჰალ სიტის წინააღმდეგ იგი ძირითადში მოხვდა და ასისტის გაკეთებას მოახერხა. თუმცა შემდეგ დაიწყო დუმილი. როგორც კევინი იხსენებს, ჟოზე მას მხოლოდ ორჯერ დაელაპარაკა და მეორე შემთხვევა იყო დეკემბერში, როდესაც იგი მოურინიოს ოფისში დაიბარეს. მოურინიომ მაგიდაზე დაალაგა ფურცლები, სადაც ფეხბურთელების სტატისტიკა ეწერა და დაიწყო ოსკარის, შურლეს, მატას და ვილიანის სტატისტიკების კითხვა. ერთი ასისტი, არც ერთი გოლი. იგი კევინს ადარებდა ფეხბურთელებს, რომელთაც 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული. კევინს კი მხოლოდ 3, რაზეც ბელგიელმა უპასუხა, რომ მათ მეტი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული და რა თქმა უნდა, სხვაობაც იქნებოდა. ამან ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა. მოურინიომ აცნობა ბელგიელს, რომ იგი მისთვის მე-6 არჩევანი იყო და თუ მატა კლუბს დატოვებდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა მე-5-ს გამხდარიყო. დე ბრუინს აღარ სურდა იჯარით წასვლა. მას ფეხბურთის თამაში უნდოდა. ამიტომ ამ საუბიდან 1 თვის შემდეგ 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ იგი ვოლსბურგში გადაბარგდა. ხუთეულს ხსნის ანდრეი შევჩენკო. 2006 წელს, როდესაც იგი ჩელსიში გადავიდა, იგი არა მარტო ოქროსბურთის მფლობელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე 9 ნომერი იყო ფეხბურთში. თუმცა რამოდენიმე თვეში მისი კარიერა სრულიად ჩამოინგრა და ეს არა მარტო ტრაუმების ბრალი იყო. იგი ჟოზეს ხაფანგში გაეხვა. აბრამოვიჩი ძალიან უნდოდა შევჩენკო და მასში 53 მილიონიც გადაიხადა. თუმცა შევჩენკო არ სურდა ჟოზეს და როდესაც ჟოზესთან ხდება ის ფეხბურთელი, რომელიც მას არ სურს, იგი ასეთ მოთამაშეს უბრალოდ სკამზე კი არ სვამს, არამედ ფსიქოლოგიურად ანადგურებს. 2006 წლისთვის ჩელსიმ ორჯერ მიყოლებით მოიგო პრემიერლიგა. თუმცა აბრამოვიჩი მაინც თვლიდა, რომ კლუბის პრესტიჟი ასამაღლებელი იყო. ამიტომ მოურინიომ წარადგინა კონკრეტული თავდამსხმელების სია, რომელიც მას მისი აზრით ჭირდებოდა და მათ შორის აბსოლუტურ პრიორიტეტად ითვლებოდა ეტო. შევჩენკომ რადარზე არ გიჩანდა, მაგრამ აბრამოვიჩმა, რომელიც უკრაინელი 3 წლის განმავლობაში იყო შეპყრობილი, მენეჯერის გვერდისავლით მაინც შეიძინა შევჩენკო. ამაზე მოურინიო განრისხდა. მისი ფილოსოფია ეფუძნება აბსოლუტურ კონტროლს და ფეხბურთელების უპირობო ერთგულებას და მფლობელმა მას თავისი სათამაშო შეუგდო გასახდელში. მოურინიომ პრესის წინ კარგი სახე მიიღო, თუმცა ხაფანგი უკვე დაგებული იყო. მოურინიოსთვის შევჩენკო არ იყო ვარსკვლავი. იგი უბრალოდ მფლობელის ჯაშუში იყო. მოურინიო ამბობდა: ის მილანში პრინცი ვიცი. ჩვენი ფილოსოფია განსხვავებული. ჩვენ პრინცი არ ყავს. მილანში კლუბი შევჩენკოს მოუმარაგებაზე იყო ორიენტირებული. ის საჯარიმო მოედნის უდაო მეფე იყო. თუმცა სტენფორდ ბრიჯზე მოურინიმ უარი თქვა თავისი სისტემის შეცვლაზე, რათა 53 მილიონიანი ფეხბურთელი მორგებოდა. მოურინიოს სისტემა დიდიე დროგბას ეკუთვნოდა, ფიზიკურ მონსტრს, რომელიც იდეალურად ერგებოდა განსაკუთრებულის მაღალ პრესინგიან და პირდაპირ სტილს. შევასთვის ბუნებრივი როლის ნაცვლად, მოუმ იგი ფლანგზე გადაწია და აიძულა წინ და უკან ერბინა, რათა დაცვას დახმარებოდა. ეს კატასტროფა იყო. შევჩენკომ დაკარგა სივრცე და ამას დაემატა უმძიმესი თიაქრის ოპერაცია, რომელიც მოურინიომ გამოიყენა. ყოველ ჯერზე, როდესაც დროგბა გოლს იტანდა, იგი აქებდა მას და შეუმჩნევლად შევჩენკოს აკრიტიკებდა. მან პრესას განუცხადა: დროგბა თავისი ფორმის პიკში არის და ვერავის ხედა, ვინც მასზე უკეთესად თამაშობს, ან გოლებს იტანს. 2007 წლის იანვრისთვის ურთიერთობა სრულიად ტოქსიკური გახდა. სხვა ტიპის თავდასხმელის ზემნის გამო მოურინიომ აბრამოვიჩს სთხოვა დეფოს ან ბაროშის დამატება. აბრამოვიჩმა კატეგორიული უარი განაცხადა და მოურინიოს უთხრა, რომ შევჩენკო უნდა გამოეყენებინა. მოურინიოს რეაქცია: მან შევჩენკო ვიგანთან მატჩისთვის გუნდიდან საერთოდ ამოიღო. მესიჯი აშკარა იყო: შენ შეგიძლია მისი ყიდვა, მაგრამ ვერ მაიძულებ, რომ ვათამაშო. დაძაბულობამ პიკს 2007 წელს მიაღწია, როდესაც შევჩენკო ლივერპულთან შეხვედრის წინ ტრაუმის გამო შემადგენლობიდან ამოვარდა. მოურინიომ თავნაგზობა არ გამოხატა. პირიქით, მან ფეხბურთელს დაცინა. შევჩენკომ კი თავისი იმედგაცრუება ასე გამოხატა. მოურინიო ტაქტიკული მელაა, მაგრამ უკეთესი მწვრთნელები მყოლია. ბოლო-ნელო მისი სამიზნე გავხდე, რადგან აბრამოვიჩთან უთანხმოება აქვს. ირონიულია, რომ 2007 წელს აბრამოვიჩსა და მოურინიოს შორის ურთიერთობამ საბოლოოდ განადგურდა. პორტუგალიელი გაუშვეს, მოურინიო წავიდა, შევა კი დარჩა. თუმცა მიღებული ზიანი ტრაუმებისგან და მოურინიოს ფსიქოლოგიური წნეხისგან უკვე იმდენად დიდი იყო, რომ შევჩენკომ სამუდამოდ დაკარგა თავისი
მეოთხე ადგილზე ყავს ფეხბურთელი, რომელიც მოურინიომ ჯერ გუნდიდან გაუშვა, შემდეგ იძულებით დააბრუნა, შემდეგ ისევ გაუშვა და შემდეგ იმ კლუბში მიაკითხა, სადაც თამაშობდა და იქიდანაც გაუშვა. ერნან კრესპო მეოთხე ადგილზე. 2000-იანი წლების დასაწყისში კრესპო ელიტარულ სტრაიკერებს მიეკუთვნებოდა, რის გამოც 2003 წელს აბრამოვიჩმა იგი ჩელსიში 26 მილიონად მიიღო. ლონდონური ცხოვრების წესან ადაპტაციის სირთულეების მიუხედავად, მან კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით კარგი პირველი სეზონი ჩაატარა. თუმცა, როდესაც 2004 წლის ზაფხულში მოურინიომ ჩელსი ჩაიბარა, ყველაფერი შეიცვალა. მოურინიო ჰიპერდისციპლინირებული ენერგიული მანქანის გეგმით მოვიდა. მას არ სურდა ცნობილი სუპერვარსკვლავები, რომლებიც მისგან განსაკუთრებულ მოპყრობას ელოდნენ. მას სურდა მეომრები, რომლებიც 100%-ით ერთგულები იქნებოდნენ მისი ხედვისა. უთანხმოება მაშინვე დაიწყო. კრესპომ პირველივე ვარჯიშზე დააგვიანა და კონტროლის მოყვარული მოურინიოსთვის ეს მიუტევებელი ცოდვა იყო. ეს მისი ავტორიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა იყო. ამიტომ მან მაშინვე პრესასთან ულტიმატუმი წააყენა. ეს მასზეა დამოკიდებული. არ მინდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც 100%-ით მზად არ არიან დარჩენისთვის. თუ მას 1%-ით მაინც აქვს ეტყვი, მე ის არ მინდა. ჟოზე მოქმედებაზეც გადავიდა. მან მარსელიდან დაიმატა დროგბა, რომელიც იდეალური იყო მისი ტაქტიკისთვის. და როდესაც კრესპომ დაინახა, რომ ის აღარ იყო მთავარი ვარსკვლავი და ლონდონში ცხოვრებას არ მოწონდა, ტრანსფერი მოითხოვა. რაც მოურინიომ მაშინვე დააკმაყოფილა და ფეხბურთელი მილანში გაუშვეს იჯარით. როგორც ჩანს, კრესპოს კარიერა მოურინიოს მეთაურობით დაუწყებლად დასრულდა. იტალიაში კრესპომ დაამტკიცა, რომ ის კვლავ მსოფლიო დონის მოთამაშე იყო. მან მილანი 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და სტამბოლში 2 სანახაობრივი გოლიც გაიტანა. მილანში სამუდამოდ დარჩენა სურდა, რისთვისაც მან ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებაც კი შესთავაზა გუნდს. თუმცა ლონდონიდან მას მოურინიო აკვირდებოდა. ჩელსიმ პრემიერლიგა მოიგო, მაგრამ მოურინიომ იცოდა, რომ ტიტულის შესანარჩუნებლად და ევროპაში ბრძოლისთვის ელიტარული შემადგენლობა სჭირდებოდა. მან კრესპოს ფორმა შეხედა და გააზრებული, ცივი, საქმიანი გადაწყვეტილება მიიღო. ის დაბრუნდება. კრესპოს ლონდონში დაბრუნება არ სურდა. მან ღიად აღიარა, რომ არ მოსწონდა ქალაქი და კულტურა. თუმცა მოურინიოს ფეხბურთელის პირადი გრძნობები არ აინტერესებდა. მას გამარჯვება სურდა. მან კრესპო 05-06 წლების სეზონისთვის გუნდში დააბრუნა. ტაქტიკურად ჟოზემ უარი განაცხადა თავისი ლეგენდარული 4-3-3 სქემის შეცვლაზე. დროგბა მისი უდაო პირველი ნომერი იყო. კრესპო იტალიური გრანდის სტრაიკერიდან ჩელსის სათადარიგომდე დაქვეითდა და ყველა წუთისთვის ბრძოლა უწევდა. თუმცა აქ არის ყველაზე საინტერესო. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟოზეს უპირისპირდებოდნენ, კრესპო ნამდვილი პროფესიონალივით იქცეოდა და ყოველ ჯერზე შედეგს იძლეოდა, როდესაც მოედანზე ხდებოდა. მან 13 გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ჩელსი სწორედ იმ მომენტში ეხმარებოდა, როდესაც კლუბს ყველაზე მეტად უჭირდა. მათ პირადი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ ელიტარული პროფესიული გაგება ჰქონდათ. მიუხედავად ყველაფრისა, კრესპომ უმნიშვნელოვანეს როლი ითამაშა ზედიზედ მეორე პრემიერლიგის მოგებაში. საბოლოოდ მან შეძლო ტიტულის აღება, ინგლისურ პრესას დაუმტკიცა თავისი ელიტარული შესაძლებლობები და მოურინიოს თვალში მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელის გულწრფელი პატივისცემა. თუმცა, წასვლის სრულზე აგებული კომპრომისი მხოლოდ გარკვეულ დრომდე შეიძლება გაგრძელდეს. 2006 წლის ზაფხულში რობან აბრამოვიჩმა, როგორც უკვე ვთქვით, ანდრეი შევჩენკო დაიმატა. დროგბასა და შევჩენკოს შეტევის ხაზით კრესპოს დრო ოფიციალურად დასრულდა. მოურინიო, რომელმაც იცოდა, რომ კრესპოს დონის მოთამაშეს მესამე არჩევნად ვერ შეინარჩუნებდა, საბოლოოდ მისცა მას საშუალება თავის საყვარელ იტალიაში დაბრუნებულიყო, 2 წლიანი იჯარით ინტერში. მაგრამ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. 2008 წელს ჟოზე ინტერის მენეჯერად დაინიშნა, სადაც კრესპო კვლავ თამაშობდა. ჟოზემ კიდევ ერთხელ გადახედა თავის სქემებს და მიხვდა, რომ კრესპო მის გრძელვადიან გეგმებში არ შედიოდა. ამიტომ ფეხბურთელი გენუაში გაუშვა. სამეული გავხსნათ ჟოზეს კარიერის მადრიდული ეტაპი და გავიხსენოთ რაული. 10 წლზე მეტი ხნის განმავლობაში ლეგენდარული მენეჯერები და მრავალმილიონიანი galaktikოები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ რაული ყოველთვის გასახდელის უდაო ლიდერად რჩებოდა. თუმცა მოურინიო ვერ იტანს მის ავტორიტეტზე ჩრდილს. მას არ სურდა რაული. სინამდვილეში ის ღრმად სცემდა მას პატივს, თუმცა მოურინიომ იცოდა, რომ ახალი ერა კრისტიანო რონალდოს ეკუთვნოდა. ამას მოყვა მშვიდი, ცივი და გათვლის საბჭოს ხდომა, რომელსაც სამუდამოდ შეცვალა რეალ მადრიდის ბედი. მოურინიოს გადაწყვეტილების სიმძიმის აღსაქმნელად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ იყო რაული რეალისტვის. 17 წლის ასაკში დებიუტის შემდეგ იგი ესპანური ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა გახდა. მას არ ჰქონდა რაიმე ელიტარული სისწრაფე ან ძალა, მაგრამ მას ჰქონდა უზარმაზარი საფეხბურთო IQ და მტაცებლის ინსტინქტი. მან რეალთან ერთად წლების განმავლობაში შეძლო 6 ლა ლიგის მოგება და 2 სხვადასხვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა. რაულს მადრიდში ისეთი წონა ჰქონდა, რომ ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეედრებოდა.
მან გადაიტანა ზიდანის, რონალდოს და ფიგუს თავდაპირველი ეპოქა და შეინარჩუნა სასტარტო თავდამსხმელის პოზიცია. მაშინაც კი, როდესაც ფლორენტინო პერესმა 2009 წელს კრისტიანო რონალდო, კაკა და კარიმ ბენზემა შეიძინა და ახალი გალაქტიკოს ერა დაიწყო, რაული კვლავ კაპიტანი იყო. ის კლუბის სული იყო, თუმცა 2010 წლისთვის რეალ მადრიდის სასოწარკვეთილებაში იყო. პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ბარსელონა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. მადრიდს ხსნერი სჭირდებოდა. ჟოზე მოურინიო. ჟოზემ ინტერთან ერთად ტრებლი მოიგო და გზად სწორედ გვარდიოლას ბარსელონა გამოაგდო. რის გამოც პერესმა მას აბსოლუტური ძალაუფლება მისცა. და რა იყო მოურინიოს პირველი ამოცანა? რა თქმა უნდა, გასახდელზე სრული კონტროლის დამყარება, რაც თავისუფლ რაულის მოშორებას ნიშნავდა. თუმცა, სხვა ვარსკვლავთან ღია დაპირისპირებისგან განსხვავებით, ჟოზე 33 წლის ლეგენდას პროფესიონალურად მოექცა. იგი მან პრესეზონის დაწყებამდე დაიბარა და სასტიკი სიმართლე გაანდო. პატივსცემ ყველაფერს, რაც აქ გააკეთა. ლეგენდა ხარ, მაგრამ თუ დარჩები, ჩემთვის მთავარი არჩევანი არ იქნება. მოურინიომ იცოდა, რომ რაულის მსგავსი ძლიერი მოთამაშის სათადარიგოთა სკამზე შენარჩუნება მედიასთან დაკავშირებით უზარმაზარ რისკს წარმოადგენდა. ყოველ ჯერზე, როდესაც რეალი ფულებს დაკარგავდა, ესპანური პრესა მოითხოვდა იმის გარკვევას, თუ რატომ არ თამაშობდა კაპიტანი. ეს ტოქსიკურ მედია ცირკს შექმნიდა, რასაც შეიძლება მისი გუნდის დესტაბილიზაცია გამოეწვია. რაული ყველაფერს მიხვდა. მან გააცნობიერა, რომ მოურინიოს გეგმაში სენტიმენტალურობის ადგილი არ იყო და რომ არ სურდა ბავშვობის კლუბისთვის ტვირთი გამხდარიყო. ამიტომ 2010 წლის 26 ივლისს რაული ტრიბუნასთან იდგა, სრანოს ვერ იკავებდა და განაცხადა. 16 ისტორიული წლის შემდეგ იგი მადრიდს ტოვებდა. მოურინიომ საჯაროდ შეაქო რაულის პროფესიონალიზმი და განაცხადა, რომ რაული ფეხბურთის ისტორიული ნაწილია და რომ მას ბედნიერებას უსურვებს სხვა კლუბში, მაგრამ არ შეცდეთ. მოურინიომ მიიღო ზუსტად ის, რაც მას სურდა, გასახდელზე სრული კონტროლი. მეორე ადგილი და როგორც მისი ყოფილი ცოლი ამბობს, უბრალოდ იდეალური ადამიანი, რიკარდო კაკა. კაკა 2007 წელს ფეხბურთის უდავო მეფე იყო. ის უკანასკნელი იყო, ვინც ოქროს ბურთის მოგება შეძლო მანამ, სანამ მას კრისტიანო რონალდო და ლეონელ მესი წლების განმავლობაში დაეუფლებოდა. კაკა საოცარი სიმსუბუქით თამაშობდა. იგი ისე ასრიალებდა მსოფლიო დონის მცველებს, თითქოს ისინი იქ არც ყოფილან. და 2010 წელს 77 მილიონი ევრო სანაცვლოდ მადრიდში გადასვლას, მისი უკვდავება კიდევ უფრო უნდა გაემყარებინა, მაგრამ როგორც მან აღიარა, ამ ყველაფერმა იგი გაანადგურა. და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიო იყო. 2009 წლის ზაფხულში მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სატრანსფერო ფანჯარა გახსნა. მან კრისტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, ჩაბი ალონსო და რიკარდო კაკა დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდო დიდი ფიგურა იყო, კაკა ნამდვილი ხელოვანი იყო. პელეგრინის ხელმძღვანელობით მისმა პირველმა სეზონმა უდიდესი პერსპექტივები გამოავლინა. კაკამ გაიტანა გადამწყვეტი გოლები და გააკეთა საგოლე გადაცემები. თუმცა კაკას იშვიათი თიაქრის და მუხლის ძიმე დაზიანება ჰქონდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარმატების სურვილით მან გადადო კრიტიკული ოპერაციები, რამაც სხეული აბსოლუტურ კრიზისამდე მიიყვანა. ეს იყო გმირული თავგანწირვა საკუთარი ნაკრებისთვის, მაგრამ საბედისწერო შეცდომა კლუბური კარიერისთვის. ტურნირის შემდეგ, როდესაც კაკა მადრიდში დაბრუნდა, მისი მუხლი განადგურებული იყო. იგი საოპერაციო მაგიდაზე დაწვა და 6 თვის განმავლობაში ფეხბურთს ვეღარ თამაშობდა. სანამ კაკა იწვა და გამოჯანმრთელებას ცდილობდა, მადრიდში ყველაფერი შეიცვალა. კლუბმა ახალგაზრდა, მშიერი გერმანელი მოთამაშე, სახელად მესუტ ოზილი მოიყვანა და რაც მთავარია, მოიყვანა მოურინიო, რომელსაც სენტიმენტალურობის და ნელი გამოჯანმრთელების დრო არ ჰქონდა. როდესაც კაკა საბოლოოდ დაბრუნდა, იგი სრულიად სხვა მადრიდში მოხვდა. მოურინიომ გუნდის საოცარ კონტრშეტევების მანქანად აქცია. ეს სისტემა მოითხოვდა საოცარ ტაქტიკურ დისციპლინას და ფეთქება დაჩქარებას. და ამ სისტემაში კაკა ტრამვებამდე აყვავდებოდა, მაგრამ ოპერაციების შემდეგ მან დაკარგა მთავარი სუპერძალა, საოცარი აჩქარება და ამის გარეშე იგი ვერ დააკმაყოფილებდა მოურინიოს მოთხოვნებს. გარდა ამისა, მადრიდში თავი დამკვიდრა მესუტ ოზილმა. იგი აბსოლუტური ხელოვანი გახდა და მას რაღაც ტელეპათიური კავშირი ჰქონდა კრისტიანო რონალდოსთან. ტაქტიკურად მოურინიო უმარტივესი ამოცანის წინაშე დადგა. მაგრამ რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობა მესუტ ოზილს მისცა. კაკა კლუბის ცენტრალური ფიგურიდან წარმოუდგენლად ძვირადღირებულ ფუფუნების აქტივად გადაიქცა. ის ტაქტიკური კედლის მიღმა აღმოჩნდა და იძულებული გახდა ენახა, როგორ გადიოდა მისი კარიერის საუკეთესო წლები სათადარიგოთა სკამიდან. 3 წლის განმავლობაში კაკა წყნარ, ტანჯველ იზოლაციაში იმყოფებოდა. ის არ ამბოხებულა, პრესასთან ისტორიებს არ ამხელდა და ისტერიკაც არ მოუწვია. როგორც ღრმად რელიგიური და დისციპლინებული პროფესიონალი, ის უბრალოდ მუშაობდა. კაკა მოგვიანებით გაიხსნა ის პერიოდი და ამ პერიოდის სრული იმედგაცრუება. მე გულმოდგინედ ვარჯიშობდი, ვიბრძოლ და ძალიან ბევრს ლოცულობდი, მაგრამ მწვრთნელის ცნობა ვერ დავემსახურე. მივხვდი, რომ მასთან მუშაობა არ შემეძლო. 3 წელი ვცდილობდი მოურინიოს დარწმუნებას, რომ მას შეეძლო ჩემთვის შესაძლებლობის მოცემა, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც კაკა მოედანზე გამოდიოდა, ის ძიმე ტვირთით თამაშობდა. მას ეშინოდა რაიმე შეცდომა არ დაეშვა, რაც სათადარიგოთა სკამზე დააბრუნებდა. ყველაფერი 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნის წინააღმდეგ დასრულდა. კაკა შესვლაზე შემოვიდა და თამაშის რიტმში ვერ ჩაჯდა. თამაში პენალტების სერიამდე მივიდა. კაკას, როგორც წესი, ცივსისხლიანი შემსრულებლის პენალტი მანუელ ნოიერმა მარტივად მოიგერია. ეს იყო საბოლოო დასტური, რაც მოურინიოს ჭირდებოდა. კაკას ნდობა დიდ სცენაზე არ შეიძლებოდა. 2013 წელს მოურინიომ მადრიდი დატოვა და გუნდი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. კაცმა, რომელმაც კაკა მილანში ოქროს ბურთის პიკამდე მიიყვანა. კაკას იმედი ჰქონდა, რომ ის მას ააღორძინებდა, თუმცა ანჩელოტი გულწრფელი იყო. მან უთხრა, რომ კლუბი მოდერნიზებული იყო და მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდებოდა. კაკამ, რომელმაც გააცნობია, რომ მისი მსოფლიო ჩემპიონატის ოცნებები კვდებოდა, წასვლა გადაწყვიტა. ფლორენტინო პერესმა მას მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნების უფლება მისცა. ესპანეთში 29 გოლისა და 39 საგოლე გადაცემის საპატიო სტატისტიკის მიუხედავად, მისი მადრიდში გატარებულ დრო საყოველთაოდ აღიქმება როგორც განუხორციელებელი პოტენციალის ტრაგედია. და პირველ ადგილზე გავიხსენოთ ისტორია, როდესაც მოურინიო რეალის ლეგენდას დაუპირისპირდა და დამარცხდა, თუმცა ამ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას დაზიანდა. იკერ კასილას. იმის გასაგებად, თუ რატომ შეძრა ამომმა საფეხბურთო სამყარო, უნდა გვესმოდეს კასილასის სტატუსის მასშტაბები. ის 9 წლის ასაკიდან რეალ მადრიდში თამაშობდა. მაგრამ ყველაფერი მოიგო. 2010 წელს ესპანეთი ისტორიულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატად მიიყვანა. ამის შემდეგ მისი პოპულარობა მადრიდში აბსოლუტური იყო. როდესაც ჟოზე მოურინიო 2010 წელს მოვიდა და რაული გაუშვა, კასილას კაპიტნის სამკლაური გადასცეს. თავდაპირველად მათ ერთად მოიგეს 2011 წლის კოპა დელ რეი და 2012 წლის რეკორდული ლა ლიგა. მოურინიოს სტრატეგია პეპ გვარდიოლას ბარსელონას გასანადგურებლად სრულ სიძულვილს მოითხოვდა. მას სურდა, რომ მის ფეხბურთელებს კატალონიელები მოსისხლე მტრებად აღექვათ. კლასიკო კი საბრძოლო მოედნად გადაექცია. ჩხუბები, წითელი ბარათები, ტოქსიკური პრესკონფერენციები, ეს ყველაფერი ნორმად იქცა. მას ასევე სურდა, რომ მის ფეხბურთელებს სრულად გაეწყვიტათ კონტაქტი კატალონიელებთან. თუმცა კასილასი, როგორც ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ამ ყველაფერში დიდ საფრთხეს ხედავდა. იგი თვლიდა, რომ ეს ყველაფერი გაანადგურებდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს. 2011 წელს განსაკუთრებით ძალადობრივი კლასიკოს შემდეგ კასილასმა ჩაიდინა ის, რაც მოურინიომ უკიდურეს ღალატად მიიჩნია. მან ფარულად დაურეკა ბარსელონას კაპიტნებს, ჩავის და კარლეს პუიოლს, რათა დაძაბულობა განემუხტა და მოედანზე მომხდარი საქციელისთვის ბოდიში მოეხადა. როდესაც მოურინიომ ეს შეიტყო, ის გაცოფდა. მოურინიოს აზრით, კასილასი მშვიდობის ყოფილივით არ იქცეოდა. ის მტერს ნებდებოდა. ამავდროულად, მოურინიო შეპყრობილი იყო მასშტაბური შიდა პრობლემით. ვიღაც მის ტაქტიკურ შემადგენლობას და გასახდელში მომხდარ არგუმენტებს ესპანურ მედიას აცვლიდა. პრესამ ყველაფერი იცოდა მანამ, სანამ ეს მოხდებოდა. მოურინიომ პარანოის ოსტატმა თითი პირდაპირ კასილასზე გაიშვირა. რატომ? იმიტომ რომ კასილასი ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან, სარა კარბონეროსთან ურთიერთობაში იყო. მოურინიომ ღიად დაადანაშაულა კასილასი იმაში, რომ ის შეყვარებულ შიდა ინფორმაციას აწვდიდა და მენეჯერს ძირს უთხრიდა. სიტუაცია 2013 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც კარბონერა პირდაპირ ეთერში გამოვიდა და განაცხადა, რომ რეალ მადრიდში მოურინიოს არ ეთანხმებიან. მოურინიოს ყველაფერი აშკარა იყო. ეს ომის გამოცხადება იყო. 2013 წლის იანვარში კასილასმა ვალენსიასთან შეხვედრაში ხელი მოიტეხა. ნებისმიერი სხვა მწვრთნელისთვის ეს ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ მოურინიოსთვის ეს ტაქტიკური შესაძლებლობა იყო. ის მაშინვე გავიდა სატრანსფერო ბაზარზე და სევილიადან დიეგო ლოპესი დაიმატა. მაშინაც კი, როდესაც კასილასი ხელის ტრამვისგან სრულიად გამოჯამრთელდა, მოურინიომ კატეგორიული უარი თქვა მისთვის ადგილის დაბრუნებაზე. დიეგო ლოპესი კარგად თამაშობდა და მოურინიომ ეს ფარად გამოიყენა თავისი კაპიტნის დასამარცხებლად. მოურინიომ პრესას ცივი, გათვლილი სისასტიკით განუცხადა. მეკარე დიეგო ლოპესი უფრო მომწონს, ვიდრე იკერ კასილასი. ყველაფერი მარტივია. მომწონს მეკარე, რომელიც კარგად თამაშობს ფეხებით და რომელიც დომინირებს საჰაერო სივრცეში. მე სხვა პროფილი მირჩევნია. გასახდელი ორად გაიყო. არბელუამ და ალონსო მოურინიოსკენ იყო, ხოლო კრისტიანო რონალდო და სერხიო რამოსი კასილასის დაცვას ცდილობდნენ. მაგრამ მოურინიოს ომის ყველაზე ტოქსიკური ნაწილი იყო ის, რომ მან მადრიდის გულშემატკივრების დიდი ნაწილი დაარწმუნა იმაში, რომ კასილასი იყო მოღალატე, რომელიც საკუთარ მედიაზე უფრო დარდოდა, ვიდრე კლუბზე. პირველად ისტორიაში სანიკერი სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრების დამაპყრობელის ტვენის ქვეშ გამოვიდა. ფსიქოლოგიური ზიანი უზარმაზარი იყო. 2013 წლის მაისში მოურინიოს ტოქსიკური რეჟიმი საკუთარი ქაოსის სიმძიმის ქვეშ ჩამოინგრა და მან კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. კასილასი ჯალათს გადაურჩა. მომდევნო სეზონში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით კომპრომისული გამოსავალი მოიძებნა. დიეგო ლოპესი ლა ლიგაში თამაშობდა, ხოლო კასილასი გუნდ ჩემპიონთა ლიგაზე კაპიტნობდა და საბოლოოდ 2014 წელს ისტორიული ლა დესიმა აღიმართა.
თუმცა მოურინიოს ეპოქის ნაიარევი არასდროს შეხურცებულა. ნდობა კასილასსა, დირექტორთა, საბჭოსა და გულშემატკივრების ნაწილს შორის სამუდამოდ დაირღვა. ჟოზეს დაპირისპირება კასილასთან მტკიცებულებაა იმისა, რომ მოურინიო მზად არის დაწვას სახლი, რათა დაამტკიცოს, რომ მისი ბატონ-პატრონია და რომ მისი ავტორიტეტი ხელშეუხებელია. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ ასეა, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. და კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს არ გაგვიხსენებია. რა თქმა უნდა, სხვაებიც იყვნენ ასეთები. მადლობა და შეხვედრამდე.